ძალიან ხანგრძლივი დროის მერე, ფაქტიურად 5 წელი გავიდა მას შემდეგ და ძალიან გაუჭირდათ შემდეგ რგოლზე გადასვლა, მაგრამ მე არ ვკარგავდი იმედს და მაქსიმალურად საზოგადოებასაც ვაყენებდი საქმის კურსში და ბოლოს 5 წლის მერე მაინც მივედით კიდევ ერთ რგოლზე. ეს რგოლი არის კიდევ შუამავალი რგოლი, მე ასე დავარქმევ, რადგან თავიდანვე, როდესაც ეს მკვლელობა ჩაიფიქრეს და ვის ტვინშიც ეს იქნა მოფიქრებული, მას სჭირდებოდა ასეთი ვერაგული მკვლელობის შესასრულებლად გარკვეული რგოლები. ნიკო იყო ძალიან დიდი მასშტაბის ახალგაზრდა და მის გასანადგურებლად საჭირო იყო გარკვეული მოტივი. დიახ, ვიღაცამ, ვის თავშიც ეს სიბინძურე დაიგეგმა, მან ნიკოს გასანადგურებლად რამოდენიმე რგოლი გამოიყენა. შესაფუთად, ამ საქმის შესაფუთად. კი ბატონო, მე მივიღე გამოწვევა და ვაგრძელებ ჩვეულებრივად არ ვიცი, თუნდ ბრძოლა დავარქვათ, რაც გინდა დავარქვათ. ეს კიდევ უფრო ღრმას, იცით რა, თავიდან ჩვენ ხედავთ ხოლმე ხო რაღაცა ტიპის მკვლელობების სამწუხარო ჩვენი საზოგადოების ნაწილი ახლა საუბრობთ ხოლმე ამაზე ხშირად და ის მკვლელობა ნიკოს განადგურების ეს რაღაც ვერაგული აქტი ხო? მართლა გამოაშიშლა რაღაცა უფრო მასშტაბური და უფრო სისტემური ამბავი, ვიდრე თავიდან ერთი შეხედვით ან იმ ადამიანებისთვის ჩანდა, ვინც შორიდან უყურებთ ამბავს. თქვენ თქვით, რომ 10 დღეშიო ჩვენთვის ცხადი იყო. ეხლა მე მაგალითად გულწრფელად რო გითხრათ რაღაცა კადრებიც რო ნახე, ჩავთვლი ეს რაღაც არა ადამიანებზეა ლაპარაკი, რომელსაც შეიძლება მოტივი რაღაც ქონდეთ, მაგრამ ასეთ რაღაცას არანაირი მოტივი არ ჭირდება. ნახე, ეს ან შეგიძლია, ან არ შეგიძლია რო გააკეთო. რა არანაირი მოტივი, ვერანაირი მოტივი ვერ ახსნის ან ვერანაირი მოტივი ვერ გიბიძგებს ამისკენ. მაგრამ აქ ეხლა ნელ-ნელა თანდათან გამოჩნდა ხელის დაფარების ისეთი სქემები, რომ ეს არის მართლა სისტემური პრობლემა. ანუ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს ვინც იღებდა იმან დააფარა ხელი, იმან დაგეგმა როგორც ჩანს ეს ყველაფერი. მე არ გულისხმობ ვინმეს არ ეგონოს რაღაცა, ვინმეს გულისხმობ ამ შემთხვევაში, ვინც პროკურატურას მართავდა, ხო? და ქალდურიძე აქედან ჩანს აი მოტივთან დაკავშირებით მთავარი შეკითხვა. აი ეს მე გეთახმები თქვენ ხშირად ამოთხოვე რომ კარგი დაინახეს ეს არის ძალიან გავრცელებული რაღაცა. შური არის მთავარი მოტივატორი ხშირ შემთხვევაში და დარწმუნებული ვარ რომ ამ სიკარგის გამოც იყო რომ ამ სისასტიკით გაიმეტეს, მაგრამ რა თქვენი აზრით მაინც რა იყო ეს კონკრეტული მოტივი რატომაც ნიკო ასე გაიმეტა, ვინც დაგეგმა ეს ყველაფერი? დიახ, ნიკო ძალიან გრანდიოზული და მასშტაბური სოციალური პლატფორმა შექმნა. ამ პლატფორმით და ის არაერთი ეთერი ქონდა მას და ამ ეთერში ყოველთვის უსვამდა ხაზს, რომ მე მინდა დავამსხვრიო უთანასწორობა ამ სოციალურ სივრცეში, მინდა მსოფლიო დავიდო ხელზე და ძალიან სერიოზული გეგმები ქონდა. ირაკლი არ არის ეს ახალი და არ მომხდარა მარტო 21 საუკუნეში. ასეთ ადამიანებს თითქმის ყველა საუკუნეში ებრძვიან. მე უკვე აღარ მწვენია, რომ ვისაუბრო ნიკოზე, როგორც ძალიან მასშტაბურ, არა როგორც შვილზე, როგორც ძალიან მასშტაბურ ადამიანზე. საით მიდის დღეს ჩვენი ქვეყანა და რა უნდოდა ნიკოს? თუ დავფიქრდებით ჩვენ ამაზე, პასუხებს თავად გავცემთ. ადვილი მოსაძებნია პასუხი. ძალიან ადვილი მოსაძებნია. ნიკოსნაირი ადამიანების ადგილი ამ ქვეყანაში აღარ რჩება, ისედაც. აი ეგეთი ქვეყანა თყალიბდება საქართველოს. დიახ, აი დაგისვამთ მაბატიეთ, მაგრამ მე დაგისვამთ შეკითხვას. თუ მოტივი იყო ის, რაც პროკურატურამ განაცხადა. მე ვამბობ, რომ ყისიერად ვიცოდით ყველაფერი ეს. რატომ დაიმალა? რას ქვია ხელის დაფარება? ან რატომ უნდა დაეფარებინათ მსგავსი აქეთ იყო სინათლე ნიკოს სახით და აქ იყვნენ ახალგაზრდები
სიბნელეში, რატომ უნდა დამდგარიყვნენ? რა მისცა საფუძველი, რომ სიბნელის მხარეს დამდგარიყვნენ ისინი? ამდენი წლის განმავლობაში. თან მე ხომ მქონდა საზოგადოებასთანაც მუდმივად და მქონდა პროკურატურასთანაც და ყველა ინსტანციასთან კომუნიკაცია. ეს არ ყოფილა, რომ მე არ ვიბრძოდი, არ ვუშვებდი გარკვეულ მესიჯებს. რა გახდა მაშინ ამის საფუძველი თუ ეს იყო? ეს ხო ძალიან რეზონანსული საქმე და რაც თავარია, მოდი ასე ვთქვათ, თქვენ 10 დღეში იცოდით მოტივები და ერთ თვეში მთელმა ქალაქმა იცოდა, როგორც მინიმუმ, ხო? ანუ ეს სახელები გარდა იმისა, რომ უშუალოდ მკვლელებს არავინ არ იცნობს, ესე პირად ამ საქმით გავიცანთ თავით გამოიჩინეს თავი, მაგრამ აქ შუამავალ რგოლზე როცა ჟვანიაზე არის ლაპარაკი, ხო? ამაზე ერთ თვეში ლაპარაკობდა მთელი ქალაქი. ერთ თვეში თუმცა დაჭირდა 4 წელი პროკურატურას თუ მეტი, რომ ამისთვის სახელი დაერქმნა. ეს როგორ იქ არავინ არ არის, ვისაც პასუხი უნდა მოუთხოვოთ ამის გამო? ამას ყავდა გამომძიებელი პროკურორი? რა თქმა უნდა, ყავდა პროკურორი, მაგრამ პროკურორს ყოველთვის არ ქონდა პასუხები. არ ქონდა მას პასუხები და მე ისევ და ისევ ვიტყვი, რომ ნაბიჯ ძალიან ძნელია, სანამ ეთერში შემოვიდოდი, ვსაუბრობდით კიდეც, ძალიან ძნელია ყველაფერი ამის დათმენა, მაგრამ ნაბიჯს მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად წავიწევით წინ. ამ საქმეში, თქვენს ეთერში ვამბობ პირველად, ჩართულია ახალგაზრდების ჯგუფი, აი მართლმსაჯულების სახლის ახალგაზრდების ჯგუფი, ახალგაზრდა იურისტები და მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, მათ შეისწავლეს თითქმის გავედით ფინალში, საქმის შესწავლა დასრულდა, მეორე საქმეთ, რომელიც იყო გამოყოფილი დასრულდა და მათთვის ძალიან ნაკლებად საინტერესოა ჭორები. ეს ის თაობაა და ეს ის ახალგაზრდებია, რომლებისთვისაც არის კონკრეტული დანაშაული და არის მოკლული მათივე თანატოლი ახალგაზრდა ნიკო კვარაცხელია და აქეთ არის დამნაშავე და აბსოლუტურად სულ სხვა შეფასებები ექნება და სულ სხვანაირად დავიწყებთ ერთობლივად ბრძოლას, რომ ბოლოს არ ვიცი რამდენი წელი დაგჭირდება და მინდა რომ ძალიან მალე დასრულდეს და ოჯახსაც, საზოგადოებასაც, ჩემს შვილებსაც გაეცეს პასუხი თუ რატომ მოკლეს ნიკო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ ახსენეთ რგოლები და მე მესმის რომ ეს ძალიან ტკივნეული თემა არის სასაუბრად, მაგრამ თქვენ ხართ ამ ბრძოლაში თავად ახსენეთ ეს ბრძოლა და მნიშვნელოვანია რომ საზოგადოებას მათ შორის კარგად აუხსნათ და შევახსენოთ და არ დაგვავიწყდეს არასდროს რასთან გვაქვს საქმე. ანუ ჩვენ საუბრობთ რომ არიან უშუალოდ მკვლელები, ეს ჭელიძე და კავილაძე, რომელიც ხეშცხედან ამ საქმეზე არიან გასამართლებულები, ხო? აი ის კადრები, რომლებიც ჩვენ თელმა საზოგადოებამ ნახა და ამ საზოგადოებას მქონე არასდროს არ დაავიწყდება, აი ამის ჩამდენ ის ადამიანი რომელიც ამას ჩადის, ხო? მე არიან ძმები კაკულები, რომლებიც სხვა საქმეზე არიან მშავდებულები, მაგრამ აშკარაა რომ იმკვეთება მათი მონაწილეობა ამ საქმეში და მათთან პრაქტიკულად თანაფარდობაში არის ჟვანიას ფიგურა, რომელმაც უბიძგან ერთად დაორგანიზეს ეს საქმე, ეს არის პროკურატურის ვერსია და არის კიდევ ზედა ვერტიკალი, ხო, რომელმაც წაახალისა კაკულები და ჟვანია, რომ ეს გაეკეთებინათ. მოდ პირდაპირ კითხავთ, არის თუ არა ეს ფარცხალაძე ან მასთან დაკავშირებული ხალხი? ვერ გეტყვით, იცით, მე არაერთ ეთერში ვყოფილ ვარ, სოციალურ სივრცეშიც ვაქტიურობ და არაერთხელ უკითხავთ, რომ იქნებ დაასახელო კონკრეტული პიროვნება. მე ისევ და ისევ განვეორდები და ვიტყვი, რომ ეს არის იმ დონის ბოროტება, რომ მე არ მაქვს უფლება კონკრეტული იმეს დააბრალოთ. კონკრეტულად ვინმეს დავაბრალო. რისთვის არსებობს ქვეყანაში პროკურატურა, რისთვის არსებობს სასამართლო და რისთვის არსებობს შესაბამისი ორგანოები. მე ვითხოვ სამართალს. აქ საშინელებაა მომხდარი, მაგრამ იმდენად მარტივად ჩანს ყველაფერი, არის მკვლელობა ვერაგული და არის მკვლელი. მკვლელს მე ზოგადად ვამბობ, აი სახელები და გვარები, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, მე არაფერს არ მაძლევს იმ თვალსაზრისით, რომ აქ არის კონკრეტული დანაშაული და დამნაშავე. აუცილებლად მე ვითხოვ, რომ გავიდეთ, მე არ ვარ კმაყოფილი იმ ვერსიის და იმ მოტივის, რაც დადო პროკურატურამ. აუცილებლად უნდა გავიდეთ ჩვენ კონკრეტულად თუ ვინ მოიფიქრა.
წახალისებასაც არ ვიტყვი. მე არ მჯერავს რომ იყო წახალისება, იყო ვიღაცის სურვილი და იყო დავალება. ეს არ არის წახალისება. წახალისება იმ შემთხვევაშია, როცა მათ რაღაცა ეჭვები ქონოდათ. ეს იყო კონკრეტული დავალება და შესაფუთად მოიფიქრეს გარკვეული ფიგურები და ახალგაზრდები. აი, როგორც ვიცი რომ თქვენ ხართ ირაკლი კიკნაველიძე, ასე ვარ დარწმუნებული ამაში. და მე აუცილებლად, მე მგონი ამ შემთხვევაში ვერ ვიქნები თავმდაბალი და ვიტყვი რომ არ ვგევარ იმ ადამიანს რომ რაღაც ვიცრუო, მოვიტყუო. მე რასაც ვამბობ, ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ ვიღაცამ კონკრეტულმა ადამიანმა თუ კონკრეტული ადამიანების ჯგუფმა მოიფიქრა შესაფუთი, გაამზადა წინასწარ და დაავალა ამ ახალგაზრდებს. ეს არ იყო წახალისება, აი კარგად მინდა. ეს იყო კონკრეტული დავალება, რომ ეს ახალგაზრდა კაცი უნდა მოეკლათ. აი ძალიან სიმბოლურია, დღეს არის 11 ივნისი და დღეს არის მორის ფოცხიშვილის დაბადების დღე და მას აქვს ძალიან ჩემთვის ძალიან ტკივილიანი, მაგრამ ძალიან ისეთი ძვირფასი სიტყვები ნათქვამი ლექსში ნადირობა. სანამდის არა ფრინდება, არავინ ესვრის მწყერსო. სწორედ ასაფრენად იყო ნიკო გამზადებული. დიახ, ასაფრენად იყო გამზადებული და საჭირო იყო მისი განეიტრალება. მაგრამ თუ ვინ განეიტრალა და იყო თუ არა კონკრეტული სახელი და გვარი, მე ამას ვერ დავასახელებ, არც დავასახელებ. ეს უნდა დაასახელოს გამოძიებამ და ჩვენ ნელ-ნელა უნდა მივიდეთ იქამდე და პროკურატურას აქვს ვალდებულება, რომ პერიოდულად მაინც თქვენ განგიახლონ ინფორმაცია მათი ძიების შესახებ. აი ბოლოს როცა გავიგეთ, რომ ეს ახალ ეტაპზე გადავიდა ხო ეს ამბავი და დაასახელეს კონკრეტული სახლები და გვარები, ამის შემდგომ წესი თუ ძიება უნდა გაგრძელებულიყო კიდე ხო? გემუშავებათ თუ არა პროკურატურა აქტიურად? აი გაქვთ თუ არა ხართ თუ არა კონტაქტზე? ხო, აქტიურად ვერ გეტყვით, მაგრამ ვართ კონტაქტზე ჩვენ და გვაქვს მე მაქვს გარკვეული თხოვნები თუ მოთხოვნები და ალბათ მე ამ სამართლებრივი კუთხით მაინც მივანდობ რომ უკვე ჩართულმა ჯგუფმა წარმართოს კონკრეტული ადვოკატი, ყავს ძალიან კარგი ახალგაზრდა გოგონა და მან წარმართოს. თუმცა ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა და მყისიერად განვაცხადე მე, როდესაც საქმე გაიხსნა და ახალ ეტაპზე გადავედით, მე განვაცხადე რომ მოტივს არ ვეთანხმები და მათ ეს იციან. მაგრამ ხომ გეუბნებით, ვერ დავიწყებთ ზემოდან, ჩვენ ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა ეხა გვაქვს მალე დაიწყება ჩანიშნულია უკვე ივლისის თვეში პროცესი, ჩვენ გადავალთ ახალ ეტაპზე და ნელ-ნელა მე ვფიქრობ, რომ მივალთ ალბათ ქვეყანაში ნელ-ნელა განათდება და ნიკოს საქმესაც უფრო მოეფინება ნათელი. ბოლო კითხვას დაგისვამთ ქალბატონიზა. არის თუ არა რაღაცა წერტილი, რომელიც გავიგე რომ ეს ამ ტრაგედიას ვერაფერი ვერ ჩაანაცვლებს, გასაგები არ ბუნებრივია, მაგრამ არის თუ არა რაღაც წერტილი, რომელიც თქვენ და თქვენს ოჯახს სიმშვიდეს მოუტანს ამ კუთხით. რაღაცა სახით სიმართლე, ჭეშმარიტება, რომელიც თქვენ მოგიტანთ სიმშვიდეს. აი ხედავთ თუ არა ამ წერტილს. თავისთავად აუცილებლად გამოძიებული საქმე აუცილებლად იქნება ჩვენთვის ეს ვერასოდეს ამ ტკივილს არასოდეს არ გაუვა ასე ვთქვათ არ გაფერმკრთალდება, მაგრამ აუცილებლად მე კიდევ 4 შვილი ჩვენს ოჯახს 4 შვილი ყავს, 4 შვილის დედა ვარ კიდევ მე და მათთვისაც იქნება პასუხი და თქვენ ხედავთ საზოგადოების მხარდაჭერას, ინტერესს და ზოგადად მადლობა ღმერთს და ზოგადად ნიკოს გარკვეული საქმეებიც გრძელდება, მისი სახელიც გრძელდება და ფიქრობ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია. განა მარტო ნიკოს შეიძლება ვერაფერი ვეღარ ვუშველოთ ჩვენ, მაგრამ ჩვენი მომავლისთვის არის, ჩვენი ახალგაზრდებისთვის არის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში დანაშაულის ჩამდენი აუცილებლად უნდა დაისაჯოს. არ შეიძლება პიროვნებები, ვინც ფიგურირებენ ამ საქმეში, ისინი თავის დროზე რომ დასჯილიყვნენ, არ დადგებოდა, არ გაუბედურდებოდა ერთი, მეორე და მესამე ოჯახი. კი. ერთხელ და სამუდამოდ რომ დამყარდეს ამ ხრივ რაღაცა წესრიგი, ხო და დასჯა ძალიან ამ შემთხვევაში თვითონ ამ ადამიანს აქვს ისე მე სულ ფიქრობ ხოლმე, აი თუნდაც შემსრულებლებზე რომ განა რა
ხან რა ედოთ ნეტა ეხა არას ფიქრობენ საერთოდ გიგრძნათ მათი მხრიდან რაღაც სინანული ეხა სინანულზე ბოლო კვირებში ბევრს ლაპარაკობთ რაღაცნაირად გიგრძნათ ეს აბსოლუტურად არანაირი სინანული გააზრება იმის რაც ქნეს თან მე ხო ფარულად არც არასოდეს არაფერი არ გამიკეთებია მოვუწოდებდი მათ ოჯახებს მოვუწოდებდი თავადაც რომ თქვით სიმართლე ჩამოირეცხეთ ეს ჭუჭყი კი უმძიმესი დანაშაული გაქვთ ჩადენილი მაგრამ არანაირი ნაბიჯი არ გადადგეს მე ვთხოვდი მათ რომ მათვე ეთქვათ რომ ვინ დაუკვეთა დაუშვათ რგოლების და მიხედვით აბსოლუტურად არანაირი მეცაც გეტყვით სასამართლო პროცესებზე ისინი იცინოდნენ და აქცინოდნენ და ამბობდნენ რომ ერთ-ერთი მათგანი ამბობდა რომ მე წარმატებული ბიზნესმენი ვარ და რატომ მაყოვნებთო აქ როგორ რა უფლებით მაყოვნებთო არანაირი სინანულის მომენტი მიუხედავად იმისა რომ ძალიან ძიმეა ეს ოჯახისთვის ძალიან ძიმეა ჩემთვის მაგრამ მაინც რაღაცას გაგიღვიძებს ადამიანს იცით მე რაღაცნაირად ვცდილობ მთელი ოჯახი რომ ერთთან ვიმეგობროთ და ჩემთვის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, მაგრამ აბსოლუტურად არანაირი. ხო, ეს ძალიან მაინც გასაკვირი არის. უნდა ვაღიარებო, რომ ადამიანი ასეთ რაღაცას რომელიც მათი ოჯახის წევრების მხრიდან თუ ყოფილა თქვენთვის, ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ პროკურატურასთან კომუნიკაციას, ეს მაინც ოფიციალური ნაწილია, მაგრამ ნუ ჩვენ საქართველოში ცხოვრობთ და ყოველთვის არის ხოლმე ეს არაფორმალური კომუნიკაციის ცდელობა მაინც. არანაირი, აბსოლუტურად არანაირი და მე ისიც არ მიგრძნია, მეცაც გეტყვით, რომ ისინი რაღაცნაირად ნანობენ ამას. არც არ არის ისინი არ არიან ის ხალხი, რომ საზოგადოება არ იცნობდეს და პირიქით მათ მხიარულებას და საშინელებებს ადევნებს საზოგადოება თვალს მათი მხრიდან. კი, ნამდვილად ასე არის. სხვა შორის ეგ არის რაღაცა ჩვენი საზოგადოების უბედურება რაღაცნაირად, რომ მე ასეთებს რაღაცა ვიღაცა თაყვანისმცემლებიც ყავს და ვიღაცა შეიძლება რაღაც სხვანაირად უყუროს და რაღაცა რომანტიკული დაინახოს ამ ყველაფერში. აი ეგ უბედურებაც და სანამ მაგას არ დაესმება ამ საზოგადოებაში წერტილი, მანამდე ჩვენ ვერ დავასრულებთ ამ სისასტიკეებს ჩვენ საზოგადოებაში. ქალტურიზა, მადლობა ძალიან დიდი არა მარტო სტუმრობისთვის, არამედ აი ამ ბრძოლისათვის, იმიტომ რომ თქვენი შვილის ღირსებისთვის არ იბრძვით მარტო, უფრო დიდ რაღაცას შეებრძოლეთ, უფრო დიდ რაღაცას შეერკინეთ და ფაქტია რომ საზოგადოებას ნიკო არ ავიწყდება, არც დავიწყდება არასდროს და სანამ ჭეშმარიტება არ დადგება ამ საქმეზე, ყოველთვის ჩვენ ვისაუბრებთ ამ კვლელობაზე და მე ვისაუბრებთ ნიკოს დიდ საქმეებს. მადლობა ძალიან დიდი იზაუმაძე, ნიკო კვარაცხელის დედა იყო ჩვენთან ერთად.